მერა დადგა ბოლო დადგა ის დრო რომელსაც ელოდებოდა ნიჭერის ტელემაყურებელი მთელი საღამო. მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებელს დავითის პირადი ნომერი. თუ გინდათ რომ ეს ვაჟკაცი, თუ გინდათ რომ ეს უძლიერესი მამაკაცი გადავიდეს ფინალში, უნდა დაარეკოთ ნომერზე 093 300 306. კიდევ ერთხელ ვიმეორებ 093 300 306. რამდენიმე წამში მე მივცემ სტარტს, მანამდე კიდევ ვნახოთ ვიდეო. დავით მეორე ტურში რა უნდა რა შევეცდები გემის გაწევას. გემის? მეორე ტურში გემს გააცევ და ფინალში ჩავაბად ქართული ეკონომიკა ამ ფასად. მე ვარ დავით ჭოხონელიძე, ქალაქი ქუთაისიდან. ბავშვობაში ფიზიკურად კი ძლიერი ვიყავი და მქონდა მონაცემები და რაღაც ძიმე საგნებს, აი პატარა მანქანებს დაუშვათ სიტყვაზე სკოლის ასაკში რო ვიყავი, მოვკიდებდი ხელს, შევატრიალებდი და რაღაც ეგეთი რაღაცები მახასიათებდა. გამარჯობა დავით, შეაბა მოსახელებს, არის შეხუმრებებს კიდე ხო? გამარჯობა. აი ეს დავითამ კიდე გადმოაგო რა, ეს ხვალ პასილობის თავში უნდა ვეძიო მანქანა. ოხ. როგორც შიური შეპირდი, ნახევარფინალში გემი უნდა გავწიო, გემის წონა დაახლოებით როგორც ვიცი, იწონის 1000 ტონას. ჯერ არ საკუთარი თავის რომ შევძლებ აუცილებლად ამას გაკეთებას. სამი, 2, 1 და წავიდა, სტარტ! წავიდა დავით. არაუშავს, აი ზუსტად ის არის, რასაც მე ვამბობდი. წვიმიანი ამინდი იყო მთელი ღამე და დღე, საკმაოდ სხლტის ფეხზე. ხარი არის, 4 ბარიანი შტურმიც არის. მიდი დავით, მიდი. საკმაოდ ძნელი არის ეს ყოველივე. ამ ყველაფერს აფერხებს ის, რომ 4 ბარიანი შტორმი არის ზღვაში, გემს საკმაოდ აფერხებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეხლა თუ არა ვწდები, დავითმა დაძრა გემი. მიდი დავით ცოტაც. კი, დაძრა გემი. ყოჩახ დავით. აი ეს არის ზუსტად ის ქართული ჯამი. აი ეს არის ზუსტად ის ქართული ჟილი. აი ეს არის ზუსტად. თქვენ ხედავთ, უამრავი ადამიანია მოსული, რომ დავითს უგულშემატკივროს და დავითი არ გააწმილებს, მე დარწმუნებული ვარ. მათ იმედებს დავითი მთელი ამ საღამოს განმავლობაში აქ ჩვენთან ერთად იყო. მიუხედავად იმისა, რომ იყო წვიმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო სიცივე, არ მიდიოდა სახში, ჩვენთან ერთად იყო, საკმაოდ დაიხალა, მაგრამ მიუხედავად მაგისა, ბოლომდე იბრძვის. დავით, მიდი. ბოლომდე დავით. მიდი. აი ესეთ ამიჩი ზუსტად. ეს მხოლოდ ქართულ შეუძლია. მიდი დავით ბოლომდე. მიდი კიდე. თქვენ ნახეთ რომ მან მაინც დაძრა ეს გემი 1000 ტონიანი გემი ამ ქართულმა ვაჟკაცმა თქვენ თვალწინ არის ეს უზარმაზარ გემი რომელიც დაძრა ბოლომდე დავით ბოლომდე უამრავი ხალხია მოსული აქ უკვე წვიმასაც ვერავინ ვერ აგრძნობს, ისეთ ემოციებშია ყველა და ბოლომდე გავიდა ის 5 მეტრი გაიარა ბოლომდე. ყოჩახ დავით, ყოჩახ.
დარწმუნებული ვარ, მან დარბაზში ალბათ ყველა ფეხზე დგას და უკრეფემატურებს. ბოლომდე დავით. თქვენ ეხლა სასწავლის მომწრე გახდით. ეს საქართველოში პირველად მოხდა. ოჩახ დავით, პირველად მოხდა ესეთი რამ საქართველოში, ეს არის საქართველოს რეკორდი. ამ ადამიანმა დავით ჭოხონელიძემ გაწია 1000 ტონიანი გემი. თქვენ ნახეთ, აი ეს არის ის ემოცია, ეს არის ის ქართული, ზუსტად ის ქართული ჯანი. გული ამომივარდება ალბათ მალე. ვაცალოთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან ღელავდით, ჟიური ფეხზე დგას. ვაცალოთ ცოტა ხანი ამოისუნთქოს ჩვენმა ძალოსანმა. ესე კი ვერც წვიმამ, ვერც ქარმა, ვერც შტორმმა ვერ გააჩერა ეს ადამიანი. ოჩახ, ამოისუნთქე. მოდი, იმან გავხსენით. ისუნთქოს კაცმა. ამოისუნთქოს. კიდევ ერთხელ, ეს მოხდა საქართველოს ისტორიაში პირველად, როცა ასეთი წონა, 1000 ტონა გაწია ქართველმა ძლეოსანმა. დავით, რა სიტყვი? გინდა რაიმე თქვა? სკოლისა. მადლობა მინდა მოუხადო. საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას. რუსთავი ორს და ტელეპროექტს ნიჭიერს. რომ მომეცა საშუალება საქართველოსთვის მეჩვენებია ჩემი შესაძლებლობები. დიდი მადლობა დავით. დიდი მადლობა, ამოისუნთქე. ეხლა კი სიტყვას მივცემ ჟიურის. აბა რა სიტყვის ამ სასწაულზე? რომელი ჟიური გინდა? უნდა დაასახელო. აქ ესეა. მე ნიკა რა სიტყვის? დუკა იმას ვიტყვი რომ მე მსგავსი ნამდვილად არაფერი არ მინახავს. მეც ესე ვარ ზუსტად ახლა. პირდაპირ გეტყვი რომ როგორც საქართველოს შვილი ვამაყობ იმით რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ სადაც დავით ჭოხონელიძე ცხოვრობს. ბრავო დავით! დიდი მადლობა. იმიტომ რომ ადამიანები ეს არ არის უბრალოდ სპორტი, ბევრი, რა ვიცი, კუნთების მასა, ძალა და ასე შემდეგ. ეს არის მიზანმიმართულობა, ეს არის მიზანდასახულობა და ეს არის ისეთ ჯანსაღი ჟინი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაძლევს უფრო მეტ წვენას საკუთარ თავში და მომავლის და ჩვენი მიზნების მიღწევის გაცილებით დიდ სტიმულს ვიდრე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა დავით, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. გონია რომ ნამდვილად იმსახურებ ფინალში ყოფნას. ჩემი აზრით ეს იყო საოცრება, ჩემი აზრით ეს იყო შეუძლებელი, მაგრამ შეუძლებელი მოხდა. და აუცილებლად უნდა ვთქვა ორი სიტყვა ზუსტად ჩემს საყვარელ და ყველაზე პოზიტიურ წამყვანზე, არა მარტო რუსთავიორზე. დუკა, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ შენ. დიდი მადლობა, ანალოგიურად. დიდი მადლობა. ნანუკა. მოგესალმებით, მიხარია შენიდან ახლა. ამჯერად მინდა უთხრა დათო, იცი რა არის, ძალიან ძლიერი ხარ, ძალიან მაგარი ხარ, აი ფიქრობდი როგორ დამეწყო და მივხვდი რომ შესაბამისი სიტყვა არ არსებობს, რაც ახლა ჩემს ემოციას გამოხატავს. მე მინდა მაყურებელმა იცოდეს ცოტა კულუარული დეტალები, ის რომ საერთოდ ეს ნომერი იყო რისკის ქვეშ, შედგებოდა თუ არა, იმიტომ რომ პროდიუსერებს ატყობინებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შტორმიდან გამომდინარე მთელ რიგ რისკ ფაქტორებს შეიცავდა ამ ნომრის ჩატარება და ელოდებოდნენ მოკლედ შედარებით ამინდის დაწყნარებას და კარგია რომ ეს ნომერი შედგა, თუმცა კლიმატმა და შტორმაც ძალიან გაურთულა საქმე ჩვენს კონკურსანტს. ნუ მე უკვე გავიგე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში პირველად მოხდა მსგავსი რამ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვაგან სოფლიოში რომელიმე მონაწილესთან საერთოდ არ ვიცი ვინმეს მსგავსი გიჟური იდეა თავში მოვიდა და შემდეგ ამის განხორციელება შეძლო და ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ დათო შენ ისეთი რამ გააკეთე, რომ ქართულ ეკონომიკასაც უშველი დარწმუნებული ვარ. ის რა ფუნქციაც მოგცა ჭოლამ. ახლა შენი მეძე ვართ.
ეკონომიკაც მოზიდა და ნატოს გემებიც ფაქტიურად. დათო ძალიან მაგარი კაცი ხარ, როგორ გზნობ თავს, ხო ხარ კარგად? ცოტა ვინერვიულეთ ერთი-ორჯერ რომ დასუნე ნიშადურს, ხო ხარ მაგრად? პირველ რიგში მოგესალმები დათო და შენ ხარ ყველაზე ძლიერი მამაკაცი საქართველოში, ნამდვილი დევგმირი. შენ მეგობრებს მივესალმები, ვინც ისა გულშემატკივრობდნენ იქ, რა თქმა უნდა, შენ ხარ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც არ შეუშინდი არანაირ გამოწვევას, მაგრამ მე მაინტერესებს ფინალში რომ გადახვიდე, რას გაწევ დათო? ეკონომიკას რას გამოწევ? არ ესმის, კარგი. ფინალში რას გაწევ? მოიფიქრებს, რამე კიდე მძიმეს მოიფიქრებს. კარგი. რუსკა. მეც სახელით კი მოუფიქრე ჩვენს ყველაზე ძლიერ ადამიანს. ბატონო დავით, თქვენ ბრძანდებით დავით ძლიერი! ვაშა რომ არსებობენ ესეთი ადამიანები, მე ძალიან მიხარია. არ ვიცი, თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი ადამიანი მარტო საქართველოში კი არა, ალბათ მთელ მსოფლიოში. არ ვიცი, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და ჯანი მოგცეთ, რაც თავია, კიდე უფრო მეტი ჯანი. ჩემთვის ეს იყო ყველაზე დრამატული ეპიზოდი მთელი ამ გადაცემის ამ პროექტის დროს, იმიტომ რომ დაანერვილობდი. როდესაც პირველად ფეხი დაუწდა და რაღაც არ დაემორჩილა, ეს გეკი რაღაც მოუკვდი ჩემ ბატონო აქ, მაგრამ აი ეს არის ქართველობა, აი ეს არის ქართველი კაცი, აიღო და გაკაჩა ბიჭო. აიღო გემი ბიჭო. შენ გენასვალე ჩემო ბატონო, აი ეს ავარ ძალიან მაგრამ ჩვენ არ დავმარცხდებით არასდროს, ვერავინ ჩვენ ვერ დავმარცხდებით. სადღაც წავიკითხე, ვიკინგები ათრებდნენ გემებს თავის ხელით და სასირეთში ჩამოსულან გემით, ხელით მოუთრევეთ გემი და ქართველებს სასირეთში გაუწევიათ ბრძოლა და დაუმარცხებიათ. ერთი გადარჩა და სტოკჰოლმში დადგა მე რუნა და დაწერაზეთ ქართველებმა დაგხოცეს ყველა. თქვენი წინაპარი იყო იქ იმ ბრძოლაში სასირეთში ნამდვილად. მე მინდა ვთქვა რომ ყველაფერს გავიმარჯვებთ ქართველებს, სანამ ესეთი ვაჟკაცები ყავს. და ყველა ჩვენთაგანში არის დავით ჭოხონელიძე. გენაცვალეთ. აგარი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დავით ჭოხონელიძის პირად ნომერს 093 300 306. უღრმესი მადლობა.